ბიზნეს სამყაროში დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კაპიტალტევად მიმართულებას კვლავ უძრავი ქონების სექტორი წარმოადგენს, როგორია ბაზრის დინამიკა, უახლესი ტრენდები და მყიდველთა ქცევა, რასაც ჩვენებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსი, როგორია ფასების ტენდენცია და რა ელოდება სექტორს უახლეს მომავალში, როგორ აფასებს საინვესტიციო გარემოს და რა შეხედავს გამოწვევებს. ექსპერტული შეფასებით ჩვენი სტუმარია უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტი ლევან ლაბარტყავა. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ და პირველ რიგში დავიწყოთ შეფასებით უძრავი ქონების ბაზრის, რა თქმა უნდა, ფასების დინამიკა როგორია, მოთხოვნა მიწოდება რასაჩვენებს და ბოლო 8-9 თვის ჭრილში, ანუ წლის განმავლობაში რა ცვლილებებია სახეზე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. შეეხება უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა. არის რეალურად სახეზე გვაქვს ჩვენ შედარებით ჭარბი მიწოდება, რადგან მიგრაციის ეფექტის დროს, რაც იყო 2022-2023 წლებში, გაიზარდა მიწოდება, გაიცა ბევრი ნებართვა. შესაბამისად, ეხლა გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ამ ჭარბი მიწოდების საფუძველზე მოთხოვნა არც ისე მაღალია, რადგან ამოიწურა ეს მიგრაციის ეფექტი. შესაბამისად, გარკვეულწილად მცირედით, მაგრამ შეინიშნება ბაზარზე მოთხოვნის კლება და აქტიურობა. შეიძლება ეს მდგომარეობა შეფასდეს სტაგნაციად თუ მაინც მდგრადია ბაზარი? არა, რა თქმა უნდა, მაინც მდგრადია ბაზარი. ძალიან შორს ვართ სტაგნაციამდე და იმედია ეს არც მოხდება ჩვენს ბაზარზე. კი ბატონო, ფასებს რაც შეეხება, ახსენეთ რომ არ არის მიწოდების სიჭარბის მიუხედავად მოთხოვნა არ არის ისეთი მძაფრი. ამის გათვალისწინებით ფასები როგორია? თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასებმა მცირედით მაინც იკლო? არა, მაგის ამის თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია, რადგან ფასები არ იკლებს, მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება უძრავი ქონების ბაზარზე ფასები, რადგან იზრდება ყველა ის კომპონენტი, რითაც შედგება ეს ბაზარი. ამაში ვგულისხმობ როგორც მიწის ღირებულება, სამშენებლოდ გამოსადეგი მიწის ღირებულება, ასევე შრომის წილი და შრომის ფასი, ასევე მასალების, იმ მასალების რაც მოიხმარება მშენებლობისი. აქედან გამომდინარე, ფასების კლება ვერ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მცირედით არის შემცირებული მოთხოვნა. კი ბატონო, და მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, მიწოდება არის ჭარბი, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენს ირგვლივ მაინც ვხედავთ ძალიან დიდი რაოდენობით მშენებლობებს. ეს რითი აიხსნება, ანუ რა მოლოდინი აქვს ბაზარს, მოთხოვნის ზრდის მოლოდინი თუ არის? დეველოპერულ კომპანიებს, ვისაც აქვს წინა წლებში აღებული ნებართვები, ისინი ცდილობენ, რომ პროექტები განახორციელონ, რა თქმა უნდა, მათი ბიზნეს აქტივობებიდან გამომდინარე, ბიზნეს საქმეებიდან გამომდინარე. თუმცა სხვადასხვა ხერხებით პასუხობენ ამ მცირედით შემცირებულ მოთხოვნას. ეს არის სხვადასხვა აქციები, სხვადასხვა საჩუქრები, რასაც პირდებიან მომხმარებელს და ამით ცდილობენ, რომ ეს ბაზარი დაბუსტონ და აქტივობა მოამატონ, რაც ჯერჯერობით გამოსდით. კი ბატონო, ანუ მარკეტინგული ხერხებით და ხმიტებით მუშაობენ ისინი მომხმარებელზე. საინტერესოა თბილისის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, რომელი უბნებია ამ დროისთვის ყველაზე მეტად მოთხოვნადი, ერთის მხრივ, საზოგადოების მხრიდან, მყიდველების მხრიდან და მეორეს მხრივ, რომელი უბნებია ყველაზე მეტად დატვირთული მშენებლობებით. ცენტრალურ უბნებში ბევრ მშენებლობას უკვე ვეღარ შევხვდებით, რადგან შემცირდა შემცირებულ გამოსადეგი მიწა, შეიძლება ითქვას, რომ აღარც არის უკვე ასეთი მიწა, თუ რაღაცა ძველი პროექტების და ავარიული შენობების დემონტაჟი არ მოხდა და მათ ადგილზე არ მოხდა ახალი მშენებლობების დაწყება. აქედან გამომდინარე, მშენებლობების აქტივობა არის საბურთალოს დიდი დიღმის ტერიტორიაზე, ასევე ძალიან გააქტიურდა ისანი-სამგორის ტერიტორია, ორთაჭალა და ეს უბნები. შესაბამისად, ტრანზაქციების რაოდენობაც
მოდის ამ უბნებზე, სადაც ბევრი მშენებლობაა და სადაც ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ დეველოპერულმა კომპანიებმა პროექტები ააშენონ, ნებართვები მიიღონ და შემდეგ მშენებლობა დაიწყონ და გაყიდვები. კი ბატონო, უძრავქონებაში ინვესტირებაზე მინდა გკითხოთ, აქტივობის შემცირება გარკვეულწილად ალბათ აისახება ამ ტენდენციაზეც, ხომ უძრავქონებაში ინვესტირების. თქვენ როგორც ექსპერტს საინტერესოა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, კვლავ გამართლებულია თუ არა უძრავქონებაში ინვესტირება და დივერსიფიცირება ხომ არ არის ამ მიმართულებით უფრო მეტად გამართლებული, მაგალითად რეგიონებში. ქუთაისი არის ძალიან აქტიური დეველოპმენტის მიმართულებით, ახლა ალბათ დამეთანხმებით, ბათუმი იყო დედა თბილისის შემდეგ. კი, ანუ ის ტენდენცია, რაც წელს შეინიშნება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე, რომ ტრანზაქციები მცირედით შემცირებულია წინა წელთან შედარებით, ეს არ შეეხო ბათუმს მაგალითად. ანუ ბათუმში პირიქით მცირედით ზრდა არის ტრანზაქციების რაოდენობაში. შესაბამისად, რაც შეეხება საინვესტიციო მიმზიდველობას, მცირედით დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა უძრავმა ქონებამ, მაშინ, როდესაც მიგრაციის ეფექტი შემცირდა და ბინებზე ქირის ფასი დავარდა, ანუ დაიწია, ამ დროს აიყვნენ გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ გაეყიდათ თავიანთი ბინები, რადგან შემცირებული ქირის ფასი ვეღარ უზრუნველყოფდა მათ იპოთეკური სესხების მომსახურებას. ეს შემცირება უკვე ამოიწურა, ეს შემცირების ტემპი დასტაბილურდა მართალია, ამიტომ შემცირება აღარ ხდება და მცირედით ბოლო თვეებში ქირის ფასი უკვე ნელ-ნელა იწყებს ზრდას. აქედან გამომდინარე იმ მიმზიდველობას, საინვესტიციო მიმზიდველობას ისევ დაიბრუნებს უძრავი ქონება, კერძოდ ბინები. რაც შეეხება კომერციულ ფართებს, მათ მხრივ მიმზიდველობა ყოველთვის იყო და არის და იქნება, რადგან უნიკალური საშუალება საინვესტიციოდ და ფულის შესაგრობად, რადგან საქართველოში არის ბევრი ინსტრუმენტი ფულის დასაბადნებლად, ხო? ჩვენთან არ არის ისეთი აქტიური ბაზარი, თუნდაც ფასიანი ქაღალდების, აქციების, სხვადასხვა ობლიგაციების და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე კარგი ბატონო, სწორედ ეს მიმართულება კომერციული უძრავი ქონების ბაზარი პანდემიის შემდგომ პერიოდში განიცდიდა მნიშვნელოვან ვარდნას ალბათ დამეთანხმებით. ახლა რომ შევადაროთ, ანუ შესადარად რო ავიღოთ პანდემიამდელი პერიოდი, ანუ როგორია პროცენტული მაჩვენებლები? კომერციულ უძრავ ქონების მოთხოვნაზე მეკითხებთ, ხო? მოთხოვნის ნაწილში რეალურად ფაქტიურად მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, რადგან ფაქტიურად ბაზარზე არ არის მიმზიდველი ობიექტები. ცენტრალურ ქუჩებზე თქვენ ვერ ნახავთ ცარიელ ობიექტს, რომელიც შესაძლებელია გამოსადეგი იყოს კომერციული თვალსაზრისით. ყველაფერი გაქირავებულია, ყველაფერი დატვირთულია და უკვე ინვესტორები, ვისაც კომერციულ უძრავ ქონებაში თანხებს აინვესტირებენ, გადასულები არიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაიონებზე. ანუ ცდილობენ სხვადასხვა ქალაქებში მოიზიონ ისეთი რაც იქნება საინტერესო მიმზიდველი სააფთიაქო ქსელებისთვის, სუპერმარკეტების ქსელებისთვის და იქ დაინვესტირონ თანხა, რადგან თბილისში უკვე ყველაფერი გაყიდული ან გაქირავებულია. კი ბატონო, და საბანკო სექტორის როლზე მინდა აუცილებლად გკითხოთ უძრავი ქონების დაკრედიტებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ასევე უძრავი ქონების ბაზრის გამოწვევებზე ამ დროისთვის რაში ხედავთ თქვენ მთავარ პრობლემას? საბანკო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია უძრავი ქონების ბაზრის აქტივობაში, რადგან ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც შენელდა ტრანზაქციები უძრავი ქონების ბაზარზე, რადგან საბანკო სექტორში გაიზარდა პროცენტების მაჩვენებელი. ანუ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი რომ ცოტათი გაიზარდა, ვიცით ბოლო წლებში, ამანაც განაპირობა, რომ უკვე მოსახლეობა ერიდება იპოთეკური სესხით უძრავი ქონების ამიტომ ეს ბაზარი პირდაპირ აისახება საბანკო სექტორის ცვლილებები უძრავი ქონების ბაზარზე. კი ბატონო, და ბოლოსკენ შევაჯამოთ, გვითხარით 2026 წელს როგორია თქვენი მოლოდინები და როგორი იქნება თქვენი რჩევა ადამიანებისთვის, ვინც გეგმავენ უძრავ ქონებაში ინვესტირებას, უნდა ველოდოთ ფასების კლებას თუ პირიქით ფასი მუდმივად გაიზრდება და თუ გვაქვს ახლა შესაძლებლობა ინვესტირების დრო არ დავკარგოთ? სწორი შენიშვნაა, დრო არ უნდა დავკარგოთ, თუ გვაქვს შესაძლებლობა, რადგან ბოლო წლებში ხედავთ, რომ ბევრი
ქარტეხილი გამოვიარეთ, ის იყო პანდემია თუ სხვა მოვლენები, იყო ისეთი მომენტები, როდესაც ფასი კორექტირდებოდა, მცირედი კლება აღინიშნებოდა ბაზარზე, მაგრამ ეს მცირედი კლება მაქსიმუმ გრძელდებოდა ხოლმე რაღაცა რამოდენიმე თვის ან მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში. ყოველთვის ფასი უბრუნდებოდა თავის ნიშნულს და იწევდა ზევით. ამიტომ ესეთ კორექტირებებს რო არ ველოდოთ ბაზარზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის ფასი იზრდება. ამიტომ არასდროს არ უნდა დაველოდოთ, რომ ფასი გაიაფთება უძრავი ქონების ბაზარზე, იმიტომ რომ მიწის ფასი ყოველთვის იზრდება. თბილისში თუ თბილისის გარშემო რეგიონებში შესაბამისად აშენებული უკვე და მშენებარე ობიექტების ფასიც მიყვება ამ ტენდენციას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ლევან ლაბერტყაბა, უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტი იყო ჩვენი სტუმარი. დაგმშვიდობებით, ჩვენ აქვე, როგორც თქვენ ესევე ჩვენს მაყურებელს გისურვებთ ნაყოფიერ და პროდუქტიულ სამუშაო კვირას.